იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები ჭანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, მათ ობოლ პაციენტებსაც ეძახიან, რადგან თითოეული დიაგნოზი აერთიანებს ძალიან მცირე რაოდენობას პაციენტების და ის იშვიათად ხდება მარტივად სისტემის თვალთახედვის არეში. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, თუმცა იქ გადაწყვეტილებები, ჰუმანური გადაწყვეტილებები იპოვეს, რომელიც გამოდის პაციენტის ინტერესიდან პირველ რიგში. სტატისტიკა რო ავიღოთ, 3.5-დან 5-9%-მდე არის იშვიათი დაავადების მქონე ადამიანები ზოგადად პოპულაციაში და ის აერთიანებს დაახლოებით 8-დან 10,000 დიაგნოზამდე. დიაგნოზების რაოდენობა ბევრია, მოქალაქეები ბევრია, სამწუხაროდ ამ დაზიანებით, თუმცა თითოეული დიაგნოზი აერთიანებს ძალიან ცოტა რაოდენობის პაციენტს და ამიტომაც სისტემა ძალიან ხშირად მათ ვერ ხედავს. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ საქართველოში ზუსტი საჯარო ცნობილი სტატისტიკა არ აგვაქვს. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს დაახლოებით 100,000 ადამიანის ფარგლებში, თუმცა ამისი დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ამის მიზეზი არის რთული დიაგნოსტიკა, დაგვიანებული დიაგნოსტიკა, პროფესიული ცოდნის ნაკლებობა, საზოგადოების ყურადღების ნაკლებობა, ცოდნის ნაკლებობა საზოგადოებაში, მშობლების, ახლობლების, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი ჩივილები და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ ვთქვათ აღრიცხვის და გასაჯაროების პრობლემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. მაგალითად, რეესტრები სხვადასხვა დაავადების და სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, ვთქვათ, მისი პაციენტების რეესტრი აქვთ და ისინი ცდილობენ იყვნენ ჩართული საერთაშორისო სამედიცინო რეესტრებში, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით ამ ეტაპზე არ აქვს და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რადგან ეს ხელს გვიშლის ინოვაციებთან წვდომაში, ფარმაცევტულ კომპანიებთან წვდომაში, პროფესიულ საზოგადოებებთან წვდომაში და საბოლოო ჯამში თანამედროვე თერაპიის მეთოდები, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები იქნება ეს მედიკამენტური თუ ინტერვენციული რეალურად ცდება ჩვენს პაციენტებს, ამიტომ ეს ერთ-ერთი პირველი ამოცანა. იშვიათი დაავადებები არის ჯანდაცვის პოლიტიკისთვის საკმაოდ მძიმე და მგრძნობიარე მიმართულება. მძიმე ტვირთი არის ფინანსურადაც სახელმწიფოებისთვის, მათ შორის განვითარებული სახელმწიფოებისთვის და თუ კი ვისაუბრებთ ჩვენაირ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, გამოწვევის სახით გვიდგას. ამას განაპირობებს ის, რომ თავად პაციენტების რაოდენობა არის მცირე და შემდგომში პაციენტების სიმცირე განაპირობებს უკვე თავის მხრივ მედიკამენტის ძვირადღირებულობას და ასევე მტკიცებულებების სიმწირეს, რაც საბოლოო ჯამში აისახება კიდევაც შემდგომში პოლიტიკაზე. ჩვენაირ ქვეყნებში ისინი რჩებიან უხილავად, გარკვეულწილად, საქართველოს პირობებში ყოველ შემთხვევაში ეს ასეა, როდესაც პაციენტები არიან უჩინარები, მაგრამ განვითარებული ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა გადაჭრადია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კი გვაქვს მაღალი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორცაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ვერ ვხედავთ. როცა ვსაუბრობთ იშვიათ დაავადებებზე, და გვესმოდეს, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულება დღეს და დიდი გამოწვევებით სავსე. ჯანდაცვისთვის ჯერდი რაოდენობა არის ძალიან ბევრი და ძალიან მრავალფეროვანი, დაახლოებით 7,000-მდე სხვადასხვა სახეობის იშვიათი დაავადებაა და ვიცი, ასეული მილიონობით ადამიანს სხვადასხვა ასაკისას ეს დაავადებები აწუხებს სამწუხაროდ. არის ბევრი შემთხვევა და ბევრი იმგვარი დაავადება, რომლის მკურნალობა ჯერ ეფექტური გადამწყვეტი მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არის დამაიმედებელი ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგია არსებობს დღეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, გაუმჯობესდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა და არ იყოს ეს გამანადგურებელი, ვთქვათ, ფინანსური ტვირთი ოჯახებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავი არის ადრეული დიაგნოსტიკის, ზოგადად დიაგნოსტიკის საკითხი. ზოგჯერ გადის წლები და ბევრი რამ შეიძლება გვიანდება
განსაკუთრებით ცეთ ქვეყნებში, როგორც არის ამ შემთხვევაში საქართველო, რომელსაც არ აქვს განვითარებული სისტემაც, პასუხობს ძირითად გამოწვევებს, არ არის იმ რაოდენობით დანახარჯი არც სამწუხაროდ ბუნებრივი ადამიანების შესაძლებლობის გამო და არც ბიუჯეტი ვერ ფარავს მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზია არსებობს უნივერსალურ დაცვაზე, მაგრამ ეს არ არის ის, რაც არის სასურველი, არც იმ სიფართოვით, არც იმ ხარისხით სამწუხაროდ და არც იმ ეფექტით. და ეს განისაზღვრება ჯანდაცვის ინდიკატორებით, რომელიც არ ფიქრობ, რომ საქართველოში არის საუკეთესო. პირიქით ის ჩამორჩება ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანას. სიღარიბის იმ დონის პირობებში, განსაკუთრებით ბავშვებში სიღარიბე არის კატასტროფული. დღეს წარმოგვიდგენია თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი, აი სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე ოჯახების როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობაზე. და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთული სამართავი, როგორც თქვი, სადიაგნოსტიკო და შემდეგ ფინანსური ხარჯების თვალსაზრისით არის მთელი რიგი იშვიათი დაავადებები. ნუ უნდა ითქვას, რომ დღეს ტექნოლოგიები, სამედიცინო დიაგნოსტიკის გაუმჯობესება, გენური ინჟინერიაც და დიაგნოსტიკაც ერთის მხრივ ბუნებრივია მეტ დიაგნოზს გვაძლევს და ამავე დროს შეიძლება იყოს ასევე მკურნალობის უფრო თანამედროვე მეთოდები, რაც არის უკიდურესად ძვირი. მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე საუბარი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გვანახებს ჩვენ ბევრი ქვეყნის მაგალითი, ბევრი საზღვაო, მათ შორის საქართველოს მაგალითიც, თუნდაც ადრეულ წლებში, როდესაც ამდენი ფინანსური შესაძლებლობა არ იყო, მაგრამ გარკვეული ყურადღების შემთხვევაში და სახელმწიფო შესაბამისი დამოკიდებულების შემთხვევაში, საზოგადოების ხმის გაგონების და რაღაც ემპათიის გამომჟღავნების შემთხვევაში, ყურადღების სისტემურობის რაღაცა ვთქვათ დადებითი და წარმატებული მაგალითებიც არის. მე შეიძლება უბრალოდ გავიხსენო ხო წლების წინ ეს მაგალითად იყო ზრდის ჰორმონთან დაკავშირებული საკითხი, როცა საზოგადოებრივი ჯგუფის და მშობლების აქტივობით მოხდა ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 20 წლის წინ ამ პროგრამის ჩამოყალიბება არა ზუსტი შედარება ჯუშენთან ან სხვა დაავადებებთან, მაგრამ იგივე დიაბეტის მართვა და ბავშვთა დიაბეტის საკითხების წინ წამოწევა და საუკეთესო პრეპარატით მომარაგება მაშინ რაც კი მსოფლიოში არსებობდა და სხვა სამწუხაროდ ეს შეიძლება დიდი ჩამონათვალე არ იყოს, მაგრამ ეხლა ეს ვითარება რაც გამწვავდა უფრო მეტად და დისკუსია რაც უფრო მეტია საზოგადოებაში და ამხელა ემოცია ახლავს თან ამას ყველაფერს, სწორედ ამ ბოლო პერიოდში ეს ეხებოდა აქონდროპლაზიის საკითხს და ეხლა არის ჯუშენთან დაკავშირებული ეს ძალიან მე ვიტყოდი დაძაბული და ემოციური ვითარება. გასაგებია, რომ ეს არის დიდი ფინანსური ტვირთი. ახლა ხო წარმოუდგენელია საერთოდ ოჯახებისთვის ეს რამხელა ფინანსური ტვირთია და მსოფლიოში ალბათ იშვიათად იქნება ამ ტიპის დაავადების მკურნალობა, ვინმე ინდივიდუალურად აიღოს თავის თავზე. ამიტომ აქ არის რა თქმა უნდა საზოგადოების როლი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად აქტუალიზაცია ამ საკითხის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა. საქართველოში ესეთ მიდგომა არ არის. საქართველოში ჯანდაცვის სფერო არის ისტორიულად ძალიან მიუხედავი, ანუ ერთადერთი რაც გვაქვს, რითაც თავს იწონებს ჩვენი პოლიტიკა დღევანდელი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც სამწუხაროდ ყველა ადამიანს ვერ ხედავს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მით უფრო იშვიათი დაავადების მქონე პირებს და სრულფასოვნად ვერ ფარავს მათ საჭიროებებს. ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ფარავს. შუშუმ პირებს ანუ უწევთ თანაგადახდა, რაც ხშირად ძალიან ძვირი არის და ასევე უნდა აღვნიშნო რეგიონების საკითხი, რომლებიცაც სერვისების ხელმისაწვდომა თემში არ არის და უწევთ დედაქალაქში ან სხვა ქალაქებში გამგზავრება, რაც კიდევ უფრო ორჯერ და სამჯერ აძვირებს. რამდენ ქალაქში გვაქვს სერვისები? სერვისები ძირითადად თავმოყრილია დედაქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. და ზოგიერთი სერვისი ბათუმში და ქუთაისშიც არ არის და ისევ თბილისში უწევთ ჩამოსვლა, ხო? და კახეთის მხარესაც აი ცოტა არის თელავი შეიძლება
ყვარელი, მაგრამ აი ძალიან ცოტა კლინიკებია და თითქმის მთელი კახეთი თბილისისკენ მოდის ჯანდაცვის სერვისებისთვის. ეს რა თქმა უნდა უფრო ართულებს, ამძიმებს მდგომარეობას და იწვევს იმას, რომ თბილისი გამსხვილდა, ანუ ბევრი ფაქტორია, ხო, რატო ცხოვრობს მაინდა-მაინც, რატო უნდა მოქალაქეს მსხვილ ქალაქში ცხოვრება, ხო, და გადაივსო თქვა და არის ეს ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ხელმისაწვდომობა, როგორც სოციალურ პროგრამებზე, თქვა ბავშვის განვითარება თუ ჭირდება, პლუს ანუ განვითარების პროგრამებიც ხელმისაწვდომი ფაქტობრივად არ არის რეგიონებში, ძალიან ბევრი სოფელი არის დარჩენილი ამ ყველაფრის გარეშე და ასევე ჯანდაცვის მომსახურება საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, ზოგან სასწრაფოს პრობლემაც კი დგას, რო გამოიძახო, შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს სასწრაფო. ანუ ამ დონეზეც არ არის მოგვარებული და ესეთ მოუგვარებელ გარემოში იშვიათი დაავადებები მით უმეტეს, ანუ ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძალიან მცირე ნაბიჯები გადადგმული. ეს ჩვენ დღეს გვესმის დუშენის დისტროფიის მქონე ბავშვები, ხო, რომელთაც ეს კუნთოვანი პრობლემები აქვთ განვითარებაში და ასაკთან ერთად კუნთი უფრო სუსტდება და შემდგომ უკვე ფატალური შედეგი დგება, ხო, ადრეულ ასაკში, ადრეულ ახალგაზრდობის ასაკში, თუმცა მე ხა თვითონ წარმოვადგენ დაუნის სინდრომის ასოციაციას და ბევრ ორგანიზაციასთან მაკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც და ამ პერიოდში ბევრი ინფორმაცია მოვიძიე უშუალოდ ამ ორგანიზაციებისგანაც და არიან ადამიანები იგივე ძუშენის სინდრომით 40-50 წლისები, რომლებიც თვითონ არიან ამ მიმოწერაში ჩართულები და მაშინ ის პრეპარატები არ არსებობდა ბუნებაში, საერთოდ არ იყო, რაზეც ახლა მშობლები საუბრობენ, რომ მედიკამენტები გვჭირდება და იმათ მიაღწიეს ამასაკს სწორი ჯანმრთელობის მეთვალყურებ და სწორი სარეაბილიტაციო პროგრამებით, რაც ჩვენთან არ ხდება. და მით უმეტეს, როდესაც კიდე მედიკამენტი გაჩნდა, რომელიც გენზე ახდენს ზეგავლენას და ახანგრძლივებს ხო ადამიანის ცხოვრებას და სიცოცხლის ხარისხს, მით უმეტეს უკეთესი შედეგები იქნება, ხო და სამწუხაროდ გვესმის ჩვენ რომ აი შეიქმნა მულტიდისციპლინარული გუნდი სად იყავი აქამდე აი ჯანდაცვის მინისტრს ვეკითხები და ყველა იმ უწყებას ვინც ამაში იყო ჩართული მთელი ამ წლების განმავლობაში ხო ანუ როგორ აქამდე როგორ არ იყო ეს გუნდი შექმნილი და როგორ არ ფიქრობდა თვითონ ბავშვთან მიმართებაში როგორ გავახანგრძლივო მისი სიცოცხლე და უზრუნველყო მისი ცხოვრების ხარისხი, ხო? იგივე ხდება სხვა იშვიათ დაავადებებთან მიმართებაშიც. ანუ ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაკლია სისტემას ეს არის, რომ ადამიანებს მოვუსმინოთ, გავიგოთ მათ საჭიროებები და ზუსტად მათ ვკითხოთ, რა ჭირდება, ხო? და იგივე ექიმთა გუნდი ხშირად არის, რომ ისევ საბჭოთა პერიოდის მედიცინას და გამოცდილებას ეყრდნობა, აი პირდაპირ შემიძლია დაუნის სინდრომის მიმართებაში, იმიტომ რომ ჩემს შვილს აქვს დაუნის სინდრომი და ამიტომ გაჩნდა ეს დაუნის სინდრომის ასოციაცია და მეც 15 წელია ამ სფეროში ვარ, არა მარტო დაუნის სინდრომით, არამედ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში და პირდაპირ ჩემი პროტესტი რამაც გამოიწვია და დავიწყე ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ცხოვრება არის ექიმების დამოკიდებულება თავშივე არასწორი რა გადაწყვიტე რომ კითხავენ სამშობიაროში ან პირდაპირ გირჩევენ ან უამრავ მშობელთან მაქვს შეხება და პირდაპირ რჩევები იყო რომ უნდა დატოვო ან დატოვე იქ უკეთესად მიხედავენ შვილს ვერ გაათხოვებ ძალს ვერ მოიყვან და 1000 რაღაცა ანუ შეიძლება ითქვას რომ ერთია რომ სახელმწიფოს მაგალითად რაღაცნაირად სახელმწიფო აქამდე ფაქტობრივად აიგნორებდა გნებავთ შშმ პირების პრობლემებს და გნებავთ მძიმე და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს და ამასთან გარკვეულწილად ეს საზოგადოების სტერეოტიპიც არსებობდა, რომელსაც არავინ არ მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, რეალურად როცა ადამიანს გააქვს ესეთი პრობლემა, ფაქტობრივად იმაზე ოცნებობ, რომ ამ ქვეყანაში არ გაჩნდება. სტერეოტიპებსაც რო დაუბრუნდეთ და სახელმწიფოს როლზე ჩვენ კონვენციას, გაერო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას 2014 წლიდან მივუერთდით. მანამდე რა ადვოკატირება გავწიეთ, ახლა ამ გრძელ ისტორიას არ მოვყვები, როგორ მოხდა 2014-ში კონვენციის რატიფიცირება. სადაც პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, რომ საზოგადოების ცნობიერებაზე იმუშაოს უწყვეტად.
და თემის და ორგანიზაციების ჩართულობით, ხო? ანუ პირველი ინიციატორი კონვენცია მასავალდებულებს. იმიტომ რომ ეს ადამიანებმა და ქვეყნებმა, ხო, გაეროს ქვეყნებმა დასხდნენ და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ ამ კონვენციის შექმნაში, რომელთაც ძალიან კარგად იციან სახელმწიფოს როლი რამხელაა. და ადამიანის ცნობიერებაზე მუშაობა ეს არის უწყვეტი პროცესი, როგორც კი გაჩერდები, ეგრევე უკუსლა იწყება და სახელმწიფო როცა უერთდებით რეალურად ამ საერთაშორისო კონვენციებს, ერთია რომ ვალდებულებას ვიღებთ ამ კონკრეტული რაღაცა მექანიზმების შესრულებაზე, მეორე კიდე რა ბენეფიტები შეიძლება მოგწეს ამ კონვენციებთან მიერთება, ანუ თქვა საერთაშორისო დაფინანსების მექანიზმები და ასე შემდეგ არის თუ არა რაღაცნაირად განსაზღვრული ამ მოცემულობაში, იმიტომ რომ გასაგებია რომ ხშირად ხა იმით აპელირებენ რომ ძალიან ძვირია და ამიტომ პოლიტიკა არ არსებობს. საერთაშორისო დაფინანსებებს რაც შეეხება კონვენცია, რა თქმა უნდა, კარს გიხსნის საერთაშორისო ურთიერთობებში და სახელმწიფო თუ ხარ ორიენტირებული და შენთვის თუ პრიორიტეტულია ეს სფერო, რა თქმა უნდა, დაფინანსებებზეც გეხსნება კარი და ასეთი კარი ღია იყო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მხრიდანაც და გაეროს მხრიდანაც და დღემდე მე მგონი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კიდე მუშაობს ჩვენ ქვეყანაში გაეროა, ხო და კიდე ძალისხმევას დებს ამ ყველაფერში და თუ ჩვენი სახელმწიფო იტყვის, რომ ჩემთვის პრიორიტეტია, დარწმუნებული ვარ, რომ გაერო დაეხმარება თუნდაც იშვიათ დაავადებების კუთხით. უბრალოდ ჩვენი სახელმწიფო ამ ნებელობას არ ავლენს და არასდროს არ არის მისთვის პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სამწუხაროდ, რომელიც კონსტიტუციაშიც კი უწერია, ხო? ანუ რო არ ვისაუბროთ კონვენციებზე, სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით გვა გარანტირებული და მათი პირველი ვალდებულება ეს არის, რომ უზრუნველყონ. და სამწუხაროდ არ ხდება, ხო? ანუ იგივე ამ კონვენციამ დაავალდებულა ჩვენი სისტემები, რომ ჩართულობის მექანიზმები აემუშავებინა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ მათი წარმომადგენლები იქნებოდნენ ჩართულები. მე თავად ვიყავი უამრავ საბჭოში და კომიტეტში ჩართული სისტემებთან თანამშრომლობაში და მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე კომიტეტი იყო შექმნილი, ეხლაც ფურცელზე ჯერჯერობით ინარჩუნებს არსებობას, მაგრამ არაქმედითია რიგი მიზეზების გამო, რომელიც ვიცით რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ან ფაქტობრივად აღარ არსებობს, მაგრამ ბოლო წლებში 2023 წელი იყო, როდესაც მანამდე ადვოკატირება გავწიეთ, რომ ჯანდაცვის კომიტეტი შექმნილიყო, არ იყო. ანუ შშმ პირებზე საუბრობდით ჯანმრთელობის მეთვალყურეობის გარეშე, ანუ ჩავარდნილი იყო. და ზუსტად რამდენიმე თვის შექმნილი იყო ჯანდაცვის კომიტეტი, როცა ისევ ეს ყველა ხიდი ჩატყდა. ასევე მე პირადად ვიყავი დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს საკონსულტაციო კომიტეტები არსებობდა. და დაგეგმილი იყო ევროკავშირის მიერ 39 მილიონი შემოტანე მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით, რომ დაეფინანსებინათ მათი დასაქმება. ეს იყო მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ახალგაზრდები. და ეს შესაძლებლობაც რა თქმა უნდა დავკარგეთ და უამრავი შესაძლებლობებია, უბრალოდ მე ჯანდაცვის ექსპერტი არ ვარ და ამ მიმართულებით არ ვარ ღრმად ჩახედული, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დასაქმების კუთხით დავკარგეთ 40-მდე მილიონი ევროკავშირიდან, ასევე უამრავ თანხებს დავკარგავდით ჯანმრთელობის მიმართულებით. და დღესაც რომ საუბრობთ, რომ ძვირია ეს წამალი, ძვირია, ანუ არავის სისტემას არ დაუანგარიშებია ჯერ. ანუ გამოვიდეს და ციფრები გვითხრას რა უჩდება. ანუ ვის ველოდებით, ხო, მშობლებს ეკითხებიან ისევ საზოგადოება, ჟურნალისტები, რა ჯდება ერთი, აი, მშობელმა როგორ უნდა დაიანგარიშოს, ანუ ხო არ არის ერთი ინდივიდუალური შეძენის შემთხვევაში სულ სხვა ფასებია და როდესაც სახელმწიფო ირთვება ამ პროგრამაში, სრულიად პირიქით შეიძლება ისეთ თანამშრომლობითი იყოს ეს შეთანხმება. ხო, თქვენი მაგალითი არის ზუსტად ძალიან კარგი, ხო, ამისთვის, რომ ცალკე რო პეტრესთვის წამალი შეგეძინა, გაცილებით გვირი დაჯდებოდა, ვიდრე როცა სისტემა ერთვება ამაში, სულ სხვა მექანიზმებია უკვე გადახდის. მეორე ეს არის პროცესის სტანდარტიზაცია, რეალურად ჩვენ ყველა იშვიათი დაავადებისთვის განმარტებაც კი არა გვაქვს, თქვა სახელმწიფო დონეზე კლინიკური პროტოკოლების და შესაბამისად გაიდლაინების ჩათვლით, თქვა არის გარკვეული რაოდენობა დიაგნოზები, სადაც ეს არსებობს, თუმცა ძალიან ბევრია, რომელიც ამის მიღმა
კლინიკური პროცესის არასტანდარტიზებულობა ქმნის გამოწვევას პაციენტებისთვის, რადგან სხვადასხვა ექიმი, სხვადასხვა კლინიკაში პაციენტმა თი და იგივე დიაგნოზით შეიძლება განსხვავებული და ზოგჯერ არასაკმარისი სამედიცინო მხარდაჭერა მიიღოს, ამიტომ ტერმინების მკაცრი განსაზღვრა, რომელიც არა მარტო სამედიცინო თვალსაჩინო, არამედ სოციალური თვალსაჩინო, შემწეობების გაცემის თვალსაჩინო, სოციალური საჭიროებების დადგენის და მერე აღმოჩენის თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი გადასადგმელი ნაბიჯი, რაც ძალიან გაამარტივებს ჩვენ საერთაშორისო ქსელებთან წვდომასაც, რაც საბოლოო ჯამში ახალი თერაპიის საშუალებას მიცემს პაციენტებს. მესამე საკითხი ეს არის ფინანსური საკითხი, როგორც წესი, იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა IAF-ი არ არის. ყველაზე დიდარ და განვითარებულ ქვეყნებსაც კი სახელმწიფოს ხარჯზე სრულად უჭირთ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების მოცვა და ამისთვის მნიშვნელოვანია განსხვავებული, ვთქვათ, საგადასახადო მოდელების ამუშავება და ისეთ როგორიც არის მაგალითად საქველმოქმედო აქტივობის სტიმულაცია, რომელიც მოგცემს საშუალებას მნიშვნელოვანი რესურსის აკუმულირების, მაგალითად საქართველოს საშუალო ევროპულ დონეზე რომ გაუწიოს სამედიცინო მხარდაჭერა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს დაახლოებით $1 მილიარდი ესაჭიროება, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის რთულად მისაღწევია, ამიტომ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხის გადასაწყვეტად. თითოეულ სახელმწიფოს აქვს და ჩვენც ვფიქრობთ, რომ მომავალში აუცილებლად უნდა გქონდეს სტრატეგია იშვიათი დაავადებების მართვის, სტრატეგია და გეგმები, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს კონკრეტულად ამ დაავადებების რეესტრის შექმნას, იმისთვის რომ ვიცოდეთ კონკრეტული დიაგნოზების რა რაოდენობის პაციენტები გვყავს პოპულაციაში, შემდგომ უკვე მულტიდისციპლინური, მულტი და ინტერდისციპლინური ჯგუფების არსებობას, ასევე შესაბამისი დახმარების სხვადასხვა პროფესიული ცენტრების არსებობას, რომელთა ხელმისაწვდომობაც გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ასევე ბიუჯეტირების ნაწილი, რომელსაც ესაჭიროება რა თქმა უნდა კომპლექსური მიდგომა. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე აღნიშნე, ძვირადღირებულია ამ დაავადებების მართვა. რეესტრის არსებობის გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ რა რაოდენობის თანხა გვესაჭიროება ამ დაავადებების სამართავად და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკა კონკრეტული დაავადებების აღმოჩენაზეც, რაც გულისხმობს სკრინინგს და გენეტიკური ტესტების ჩატარებას, რაც დღევანდელ მოცემულობაში საქართველოს პირობებში ფაქტობრივად პაციენტის ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. დიაგნოსტირებაც დაგვიანებით ხდება და ამ შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობაც მნიშვნელოვანია, რაც ასევე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს იმისთვის, რომ სამშობიაროდან, მათ შორის ამბულატორიული მომსახურების ნაწილშიც დროულად მოხდეს იდენტიფიცირება დაავადებების და შემდგომ უკვე მისი ადეკვატური მართვა. არ არსებობს რაღაცა ერთნაირი ჩამოყალიბებული რეესტრი, არ ხდება წესიერად აღრიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები ამისი არსებობს, ხო, არსებობს უამრავი ბაზა სოციალური დაუცველების, სხვა დაავადებების, მაგრამ არ არის ამ მიმართულებით ყურადღება და ეს ყურადღება უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ თანამედროვე ტენდენციას მიყვებით, დღეს იშვიათი დაავადებები არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მისახედი და ყურადსაღები მიმართულება. ამიტომ აი აქონდროპლაზიის დროს გამომჟღავნდა ეს დიდი პრობლემა და მაშინ მე ვიტყოდი, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოების აქტიურობის, მშობლების და რაღაცნაირად აი ამ წნეხის შედეგად, რომელიც არ უნდა იყოს საჭირო, ჩემი აზრით, სახელმწიფომაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ კარგი მოდელია მართვის, ანუ მულტიდისციპლინური მიდგომაც, მედიკამენტიც, ზოგადად ხედვა, მონიტორინგი, ყურადღება და ასე შემდეგ. შეიძლება ეს უფრო რთულია და გაცილებით უფრო რთული იყოს დუშენთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის
ნეგატიური რაც არის სისტემურადაც და რაც არის სამწუხაროდ რაღაც ადამიანების გადაწყვეტილების მიღების მიდგომების კუთხით ამან ყველაფერი ისევ ზედაპირზე ამოიტანა და იმის მაგივრად რომ ჩვენ გვესმოდეს გზების ძიება, ემპათიის გამოხატვა ეს ადამიანური ამბავია, უწყებრივათაც უნდა იყოს, ახლა მე ახალი ტერმინი კი არ შემოვმა, მაგრამ რაღაც უწყებრივი ემპათია ჯანდაცვის სტრუქტურებს, სამინისტროა თუ სხვა, მეტი ვალდებულება აქვს, მეტი მოთხოვნა აქვს საზოგადოებიდანაც და მათი დატვირთვიდან გამომდინარე და მათი შინაარსიდან გამომდინარე. ამიტომ როცა აქ ვხედავთ რაღაცა პრობლემიდან გაქცევას, დისტანცირებას, ჩვენ არა გვაქვს ის აუცილებელი მიდგომა ის რაღაცა სისტემური ხედვა პროფესიონალურიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში რომელიც ჭირდება ასეთი ტიპის დაავადებების მართვას მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა რომელიც ახლა თითქოს ისეთი გადაულახავი წინააღმდეგობაა რომ არ შეიძლება ამის გაკეთება ძალიან კარგად შეიძლება ძალიან სწრაფად შეიძლება და არ უნდა ჭირდებოდა მშობლებს ჩემი აზრით წელიწად ნახევარი ამაზე მოლაპარაკებები ფინანსური ნაწილი რა თქმა უნდა არის რთული მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს ესმით, რომ ქვეყანაში არამიზნობრივად იხარჯება წარმოუდგენელი თანხა, მილიონები და ასეული მილიონები ზოგიერთ შემთხვევაში, რომელიც მითვისებულია სხვა პროგრამებში, უმიზნო ხარჯები, აბსოლუტურად არასაჭირო ეს იქნება ავტომანქანა, სხვა ტექნიკა თუ რაღაცა კომფორტზე ზრუნვა და მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ რაღაცა ვერ აწევს სახელმწიფო ისეთ დიდ თანხებს, რომელიც ჭირდება ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ დაავადებას და წამლების შემოტანას და ასე შემდეგ, ანუ თანამედროვე იმ აპრობირებული მეთოდებში ჩართვას და რაღაც საშუალების მიცემას ამ ბავშვებისთვის და ამ ახალგაზრდებისთვის, რომ ერთი გაახანგძლივონ ის ყველაზე რთული შედეგები, რაც დაავადებას მოსდევს, ეს გახანგრძლივება დღევანდელი სწრაფი, ასე ვთქვათ, დინამიკის პირობებში, ტექნოლოგიები, დიაგნოსტიკა, ფარმაცევტული კომპანიების სწრაფად, ასე ვთქვათ, ახალ წამლებზე მუშაობენ, ძალიან დიდი ამბავია, იმიტომ რომ ამ დროის მოგებამ შეიძლება გადაარჩინოს ბევრი ადამიანი სამომავლოდ, ამიტომ ამის ნიველირება არ შეიძლება, ამის გვერდით გაწევა არ შეიძლება და არ შეიძლება საუბარი, ეს არ არის დიდი ეფექტის მომტანი, ეს აბსოლუტურად არასწორია, არამართებულია, არც მორალურად და არც პროფესიულად. პირადი მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ პეტრე რო გავაჩინე, სრულიად მარტო სიბნელეში ხელის ესე მიწევდა გარკვევას, რასთან მქონდა საქმე. თვითონ სამშობიაროშიც, კლინიკებშიც ცოდნის ძალიან დიდი დეფიციტი იყო. მე ვახერხებდი, როგორც მშობელი, ინტერნეტის საშუალებით გამერკვია, რასთან მქონდა საქმე. და მივიზრდიდი მერე პედიატრებს და თან აი ხო რაღაც როდესაც ესეთი იშვიათ დიაგნოზთან გაქვს საქმე არის რაღაცა ესეთი შოკული მდგომარეობა თავიდან გარკვევის პროცესი სანამ გარკვევრასთან გაქვს საქმე და ძალიან ბევრ პედიატრთან წამიყვანა დედაჩემო მაშინ მახსოვს რომ გავაჩინე პეტრე თვითონ სამშობიაროშიც საკმაოდ მოუმზადებლები იყვნენ პედიატრები და ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს მშობელთან კომუნიკაციას და ფორმებს, როგორ მიაწვდი ამ ინფორმაციას, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი სამუშაო უნდა გაწიონ, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მოქმედებს მე ბავშვის განვითარებაზეც, დედის განწყობა და დედის როგორ მიაწვდი პირველად ინფორმაციას. აუცილებლად. მე არ მქონია კარგი გამოცდილება, მაგრამ კიდევ უფრო უარესი შემთხვევები მაქვს მოსმენილი სხვა დედებისგან, რომლებსაც იგივე დიაგნოზის ბავშვი ყავთ. პეტრეს აქვს აქონდროპლაზია და ყოფილი შემთხვევებიდან მიყვებოდნენ, როდესაც ეუბნებოდნენ, რომ დატოვე რაღაც საშინელება. ხო, ეს დატოვის გამოცდილება მგონი ყველა დიაგნოზს აქვს, რომელიც დაბადებისთანავე ჩანს. არის ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობა, მათ შორის დუშენი, ხო, რომელიც მოგვიანებით დგინდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დაუნის სინდრომი, აქონდროპლაზია და არის კიდე სხვა მდგომარეობები. ჩვენ შემთხვევაში იყო რა მიყავს? ხო, მეც ესე რა გადაწყვეტენ და ხო, აი ამ დროს კითხავს რომ ვერ მიხვდები, ანუ რას გეკითხება. ხო, და მე იყო ეს ეტაპი, რომ აი პედიატრებთან სხვადასხვა ნაქებ პედიატრთან მიდიხარ, რომ კომპეტენტური აზრი მოისმინო და მხოლოდ რაღაც Google-ის მაგაზე დაყრდნობით არ ქონდეს ინფორმაცია.
და აქ წავაწყდი კიდევ ძალიან დიდ უცოდინრობას და მოუმზადებულობას, იმიტომ რომ რაღაც გასინჯავდნენ ბავშვს და მეუბნებოდნენ ყველაფერი რიგზე რა მოიგონე. და მე უკვე მე თვითონ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მე მშობელმა უფრო კარგად ვიცოდი ამ დიაგნოზის შესახებ ვიდრე მათ, იმიტომ რომ ელემენტარულად მქონდა რაღაცა წყაროები მოძიებული და ინფორმაცია წაკითხული და ძალიან მოუმზადებელი იყო კადრი. ანუ ელემენტარული საბაზისო სერვისები რაც შესაძლებელია გქონდეთ, ანუ იმ დონეზეც არ არის მომსახურება, ანუ სპეციალისტებიც არ არიან და არსებობდა, არსად არ იყო საერთოდ აქონდროპლაზიაზე არაფერი, გზამკვლევი სამედიცინო პერსონალისთვის შექმნილი სახელმწიფოში არაფერი, ანუ არ ვიყავით, არ მდგომარეობა არ არსებობდა, არც შეშინო სტატუსი არ ჰქონდათ. და სავარაუდოდ დუშენის სინდრომი იგივე ხდება მანდაც პროტოკოლი როგორც სახელმწიფოს სახელმწიფოს ვალდებულებაში შედის ცნობიერების ამაღლება ჩვენმა ხმაურმა ესეც რაღაცნაირად ინსტინქტურად ხვდები რომ რაც უფრო ახმაურდები ყურადღება იმატებს და საბოლოოდ მიდიხარ რომ ანუ ეს არის გზა ხო აი რაღაცა მოლაპარაკებებმა არ გაამართლან არაფერს შედეგი არ მოაქვს და პატარა ხმაურზე უკვე ყურადღება მოდის შენკენ ხო და საბოლოო ჯამში გიბიძგებენ რომ იხმაურო და ამ ხმაურმა საბოლოო ჯამში გამოიღო ის შედეგი რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ გაიგო ამ სინდრომის შესახებ და ბავშვებისთვის ეს მენტალურადაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი რაღაცა კითხვები, სირცხვილი გადალახავ ძალიან ბევრმა და მე მესმოდა ისტორიები, პედიატრები მიყვებოდნენ, რომ რაღაცა 20 წლის წინ მყავდა ასეთი პაციენტი და პლედში მოყავდა მშობელს, რიგის გარეშე უნდა შემოსულიყო, ეგეთი იყო შეთანხმება და ასევე რიგისკის და მე ისევ პლედში შემოხეული და წაიყვანა ეს სირცხვილი ეს მისი პასუხისგებლობაა, რომ დაეხმაროს ესეთ მშობელს და ესეთ ოჯახს, რომ რაღაცა ცნობადობა გაიზარდოს. საბოლოო ჯამში ამ აქციებმა ეგ შედეგებიც გამოიღო და ძალიან თვითონ სისტემაში რამე შეიცვალა ამ პროტოკოლი შეიქმნა. რაც არ არსებობდა, ახლიდან გაიწერა და მედიკამენტის გარდა ამ ბავშვებს ეხლა უკვე შეუძლიათ სტატუსიც აქვთ შეშემოპირის, აქვთ ძალიან ესე რაღაც დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, როგორ უნდა მიიღონ პრევენციული ზომები, რომ არ განვითარდეს, მასაჟები იქნება იქ თუ რაღაცა ყველაფერი არის ძალიან კარგად უკვე და ამ ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამას. დაახლოებით რამდენია პროცენტულობაში ქვეყანაში რაც ვიცით ესეთი პრობლემის ქონება? სხვათა შორის ჩვენ რომ 3 წლის წინ როდესაც წამლის მოთხოვნით გამოვედით გარეთ, მაშინ 16 ბავშვზე გქონდა ინფორმაცია მოძიებული გქონდა ესე შიდა წრეში და რადგანაც არ არსებობდა არანაირი ხილვადობა და არანაირი პროტოკოლი არ არსებობდა ამ სინდრომზე და პედიატრებიც სამედიცინო ჯგუფიც არ იყო მომზადებული, ძალიან ბევრი ყოფილა თურმე ესე იგი დაუდასტურებელი შემთხვევა, როდესაც მშობლებმა არ იცოდნენ ზუსტად, რომ მათ შულს ჰქონდათ აქონდროპლაზია. და მე პირადადაც კი მწერდნენ და მშობლებსაც გწერდნენ, ფოტოებს გვიგზავნიდნენ და მე მგონი ჩემ შულსაც იგივე სჭირს. ანუ მე მგონი ამასთან მაქვს საქმე, რადგან მანამდე არავინ რაღაცნაირად აგრიცხვაზე იყო. ანუ გარკვეულწილად ამანაც უბიძგა თქვენმა ხმაურმა ადამიანებს, რომ ხმა მოეღოთ და დღევანდელი არც იცოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე მშობლებს. და იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა. 16 ბავშვის შესახებ. შესაბამისად ნიშნავს, რომ დიაგნოსტიკის პრობლემა გვაქვს რეალურად ნიშნავს, რომ ექსპერტები არ არიან. ანუ ერთმანეთს ვეკითხებით, რამდენია აქონდროპლაზით, რამდენია დუშენით, რამდენია დაუნის სინდრომი. ანუ ესე მშობლები ერთმანეთში უცვლით ინფორმაციებს და ახლოვებით თემში რამდენი ყავს გაერთიანებული. მეცაც გეტყვით, ჯანდაცვის სამინისტროა თუ სხვა მუნიციპალიტეტები ჩვენ გვირეკავენ და გვეკითხებიან, ქუთაისში რამდენი ბავშვია, იქ რამდენი, ანუ ჩვენ უნდა მივცეთ ინფორმაცია, ანუ საერთოდ არა აქ არანაირი როგორ უნდა შემუშავდეს რაღაცა პროგრამები მხარდაჭერის, როცა არ აქვს სტატისტიკა. მე თუ მაინტერესებს ადამიანი და
მისთვის რაღაცას გეგმავ, პირველ რიგში უნდა ვიცოდე რამდენია, ხო? საკვირველია. აქედან იწყება, ანუ და არასდროს არ იცის ჩვენმა სახელმწიფო რამდენი ყავს. ოფიციალური სტატისტიკით, რაც გვაქვს, ცლად უსტატისტიკოს არ ვართ, მაგრამ გვაქვს ეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ანუ რომელსაც შოშონა პირის სტატუსი მიცა, მოსახლეობის 3%-ია. და ამ დროს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ მოსახლეობის 15%-ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, ანუ 12%-ს ჩვენ სახელმწიფო ვერ ხედავს და არ ხედავს და არ უნდა განსხვავებული საჭიროებები. რა თქმა უნდა, იმ 3%-საც, რომელიც სტატუსი, რომელსაც მიცა, იმაშიც ვერ ხედავს, თქვათ, რამდენია აქონდროპლაზია, დაუნის სინდრომი, რამდენი უსინათლოს სხვა რაღაცა ჭირდება, ეტლით მოსარგებლეს სხვა რაღაცა ჭირდება, ხო, ანუ სულ სხვადასხვა საჭიროებებია. უბრალოდ ეს იადგა და რაღაცა პროცენტი რეალურად სტატისტიკის არსებობა და ნაადრევი დიაგნოსტიკის არსებობა ძალიან ბევრ პრობლემას შეამცირებდა გრძელვადიან პერსპექტივაში, ხო ეგრეა. კი, იმიტომ რომ დროული დიაგნოსტირება როცა ხდება, ანუ ეს ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში სულ ამას ვაღადებთ და ამას სახელმწიფოც უნდა აკეთებდეს, რომ დროული დიაგნოსტირება და იდენტიფიცირება მოხდეს ბავშვის, მათ შორის ხო აუტიზმიც, ხო სადღაც 2 წლის ასაკის მიდამოებში დგინდება, რაც უფრო ადრე ჩავერევით ბავშვის განვითარებაში, მით უკეთეს შედეგს ვიღებთ დროული ჩარევის შედეგად. ხო, ადრეული ჩარევის პროგრამა ქვია, შესაბამისად იმ პროგრამას, რომელიც ყველაზე პატარა ბავშვებთან 0-დან 7 წლამდე პროგრამა გვაქვს საქართველოში 0, ანუ როგორც კი დაიბადა, მაშინათვე შეგიძლია დაიწყო ამ პროგრამის სარგებლობა და ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა. და კვლევებით არის დადასტურებული, რომ 3 წლამდე ბავშვთან თუ აქტიურად მუშაობ, მისი ტვინი უფრო კარგად ვითარდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანის ტვინის, ანუ 80% 3 წლამდე ასაკში ვითარდება, დანარჩენი 20% შემდეგ მთელი ცხოვრება. ანუ ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია 3 წლამდე ასაკი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3 წლის მერე აღარაფერი არ უნდა ვაკეთოთ და აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, მერეც არის შედეგი, მაგრამ ადრეულ ჩარევას აქვს შეიძლება ითქვას საბაზისო და გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენ შემთხვევაშიც თქვათ აქონდროპლაზიის და იგივე დუშენის იმაშიც ნაადრევი დიაგნოსტიკაც, ანუ რაც თქვათ შეიძლება მენტალური მასთან ნაკლებად არის და ფიზიკურ პრობლემებთან არის, აქაც ბევრად უფრო პროდუქტიულია. ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს ცოდნა არ გვქონდა სამწუხაროდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორ ჩამოყალიბდება ძვლოვანი სტრუქტურის გამოწვევა აქვთ მათ, რა ეს დისპროპორცია იწვევს მე არასწორად გადანაწილებას სხეულის და შეიძლება განვითარდეს მერე უკვე ხერხემლის პრობლემები სერიოზული. ამიტომ არის რაღაც რეკომენდაციები, რა უნდა გავითვალისწინოთ, რაღაცები არ შეიძლება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის, რაც ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებისთვის შეიძლება და აი ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს ადრეულ ასაკში, თუნდაც რა ასაკიდან უნდა დაიწყონ სიარული, რომ უფრო ადრე ხო, აი ჭუჭინას რო ვეძახით, მათთვის განსაკუთრებით მავნებელია ეს და შეიძლება ხერხემლის პრობლემები გამოიწვიოს. ეს რეკომენდაციები არ არსებობდა, ანუ რაღაცნაირად უნდა მიმხვდარიყავით ჩვენ თვითონ თავად და სხვა შორის იყო ჩვენ შემთხვევაში რამდენიმე ბავშვი, რომელსაც ჰქონდა უკვე გართულებები წამოსული, მაგრამ აი მედიკამენტი დაეწიათ და დაეხმარათ მიუსწრო, ასე ვთქვათ, რამდენიმე ბავშვს. ჩვენ ალბათ ფიზიკური თერაპიებიც სჭირდება და თერაპიებიც სჭირდებათ კი და ეგ არის უზრუნველყოფილი. უკვე არის. ხო, ანუ ამის მერე რაც რო დაიბადებიან, კი. მანამდე არ იყო. არა. ხო, აი სამწუხაროდ ეგრეა, რომ დიაგნოსტირებაც კი სულ ძალით მოპოვება გვიწევს შობლებს ყველაფრის. და ბოლო ეს არის ინფორმირებულობა როგორც საზოგადოების, ისე განსაკუთრებით მხარდაჭერა და გაძლიერება, თქვათ, სათემო ჯგუფების, იმ დიაგნოზის მქონე ადამიანების ჯგუფების გაძლიერება, ისინი უნდა იყვნენ არა ოპონენტები სახელმწიფოსი, არამედ პარტნიორები და ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გადადგმული მათი ინფორმირებისთვის, მათი სტრუქტურული გაძლიერებისთვის, საინფორმაციო გაძლიერებისთვის, რათა საბოლოო ჯამში მათ უწევთ ამ დაავადებებთან გამკლავება, ამ მათ შორის სოციალურ გამოწვევასთან გამკლავება, ამიტომ პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ამ ჯგუფების გაძლიერებისკენ, როგორც ორგანიზაციული, სისტემური, უფლებრივი
თვალსაზრისით, ისე, რა თქმა უნდა, პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ ორი, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი შემთხვევა გვახსოვს. ხო, მოკლე პერიოდში ეს არის აქონდროპლაზიით და დუშენით დაავადებული მოქალაქეების გაერთიანება, რომელთა აქტიურობამაც პირველ შემთხვევაში უკვე რეალური შედეგი გამოიღო მედიკამენტის და მკურნალობის სახით და მეორე შემთხვევაში მინიმუმ საზოგადოების ინფორმირება მოახდინა ამ დაავადებებთან მიმართებაში და გარკვეულწილად ინფორმირებულობაც გაზარდა, პრობლემის აღქმაც უფრო მეტია საზოგადოებაში და მე დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც უფრო გაზრდილია ამ ადამიანების მიმართ. ახლო წარსულს რომ გადავხედოთ, თქვათ, კარგი მაგალითი არის, თქვათ, დაუნის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობელთა გაერთიანება, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ დაავადების დესტიგმატიზაციაში, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო სტიგმა, ეს იყო სამარცხვინო და მშობლები ძალიან ხშირად მალავდნენ ამ დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრებს, რაც რეალურად ბოლო პერიოდში შედარებით უკეთესია, ეს უკვე არის ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი წევრები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ იყვნენ ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში და ამაში ძალიან დიდია ზუსტად ამ მშობლების როლი და იმ კამპანიების როლი, რაც მათ აწარმოებს, ამიტომ სათემო ჯგუფების გაძლიერება არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ვახოს იმაში, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის ბიუჯეტმა აიღოს ეს ტვირთი სრულყოფილად, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები და სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა თანხების მობილიზება მოვახდინოთ კონკრეტულ ფონდში, ამაში ჩავრთოთ, რა თქმა უნდა, ბიზნესი, ვისაუბროთ პარალელურ სისტემებთან, როგორიც არის ეკონომისტები და ფინანსისტები და მათთან ერთად დავგეგმოთ კონკრეტულად გარკვეული თანხების შემოწირულობის შემთხვევაში რა ფინანსური სარგებელი შეიძლება, საგადასახადო სარგებელი შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ ბიზნესმა და ამ გზით მოვახდინოთ თანხების კუმულირება ფონდში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობა, რომლის გზასაც დღევანდელი მოცემულობით არსებული პოლიტიკა ფაქტობრივად გვიზღუდავს. არ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასევე ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ჯანდაცვასაც, კონკრეტულად იშვიათი დაავადებების მართვის ნაწილში, იმიტომ რომ ევროკავშირს გააჩნია ქსელი, რომელშიც ძალიან ნათლად ჩანს კონკრეტული დაავადებების რაოდენობა და დიაგნოზები. შესაბამისად, თუ კი ჩვენც ასეთი გვექნება, შესაძლებელია ექსპერტული მოსაზრებების გაზიარება, კონკრეტული პაციენტების მართვაში ჩართულობა და მათ შორის ფინანსურად ფონდებთან თანამშრომლობა. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, ასევე ეს არის ფარმაცევტული კომპანიები, რომელთანაც შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურებს ითანამშრომლოს, კონდეს კომუნიკაცია იმისთვის, რომ დაანახოს ინტერესი და ამავდროულად მედიკამენტები, რომლებიც უკვე ავტორიზებულია წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ვთქვათ, როგორც არის FDA და EMA, ან იმყოფება კვლევის ფაზაში, ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეპიდემიების დროს ან მაგალითად შიცის დროს, ძველი პერიოდიდან თუ გავიხსენებ, შედარებით უფრო ისტორიის, ხო? სადაც ჭირდებოდა გარკვეული აი ამ კონსორციუმების შექმნა იმისათვის, რომ ქვეყნების და კომპანიების და სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობა იმისათვის, რომ გაიაფებულიყო პრეპარატები, უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ზოგჯერ უკიდურესად გაიაფებულიყო კიდეც, ასეთი პრეცედენტები არსებობს. ამიტომ თუ არ ხარ მონდომებული, არ ხარ აქტიური, არ ხარ ჩაბმული აი ასეთ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სადღაც შორს დარჩება და სამწუხაროდ საქართველოში ის ვისაც ეს ჭირდება ამ სერვისებს, ან ამ დახმარებას ვერ მიიღებს და ის რაც ხდება დღეს პოლიტიკურადაც იზოლაცია,
დასავლეთისგან უფრო მცირე და მცირე ორმხრივი ურთიერთობები დიდ ქვეყნებთან, განვითარებულ ქვეყნებთან, ევროპულ ქვეყნებთან თუ ამერიკულ ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, საშუალებებს კიდევ უფრო ამცირებს და აი პოტენციალს იმისა, რომ მნიშვნელოვანი დახმარება კონდეთ ჯუშენსაც და სხვებსაც და ზოგადად იშვიათ დაავადებებს, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მცირდება ამის შანსი. ჩვენ საუბრობთ ყოველთვის ცვლილებაზე, პოლიტიკურად საუბრობთ უფრო დიდ ცვლილებაზე, რაღაცა დემოკრატიულ გარღვევაზე, იმაზე რომ საქართველოს არ დარჩეს მარტო რაღაცა რუსეთის პირისპირ და არ იყოს მოწყვეტილი დასავლურ ორბიტას, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს ძალიან პრაქტიკული გავლენა თითოეულ მოქალაქეზე, თითოეულ ადამიანზე და არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ავად გახდეს ადამიანი, მაგრამ როცა ის ავად ხდება და მით უმეტეს ასეთი მძიმე შემთხვევებია, ხო, მძიმე დაავადებებზეა საუბარი, როგორც ზოგიერთი იშვიათი დაავადება, აქ კიდევ უფრო ძაფრად აღსაქმელია ეს ყველაფერი. ამიტომ ცვლილება ჭირდება ყველაფერს მიდგომიდან დაწყებული, სისტემურობიდან, პროფესიული მიდგომიდან დასრულებული ბუნებრივია თანხების მოძიებით და რაც ყველაზე მთავარია პატიოსნად ამ ბიუჯეტის განაწილებით და განაწილებით იმ პრიორიტეტებით, რაც ჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას და არა ვინმეს პირად კომფორტს. ყველა დიაგნოზთან მიმართებაში სხვადასხვანაირი მიდგომაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მრავალფეროვანი ადამიანი და ყველას თავისებური მრავალფეროვანი მომსახურებები ჭირდება. თუმცა პირობითად რო თქვა, რას მოგწევს ევროკავშირი? აი მაგალითად ევროკავშირში დაბადებული ბავშვი როგორ ხდება, ანუ ჯერ ეს ერთი მუცლად ყოფნიდანვე იწყება ზრუნვა, თუ დიაგნოსტირება მოხდა, ვთქვათ, ნაყოფის, მაშინათვე მშობელს ამზადებენ და ფსიქოემოციური მხარდაჭერა ხდება მშობლის და ასევე ინფორმაციული. ასევე არსებობს იქ მშობელთა სკოლები ნებისმიერი ორსულებისთვის და ნებისმიერი მშობლობის სურვილისთვის, როგორც დედებისთვის და მამებისთვის და ჩართულები არიან, ჩვენთან ეს არ არის. და ბავშვი როცა იბადება სამშობიაროში, მიწოდება ინფორმაციის, რაზეც მაკუნამ გააკეთა აქცენტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი, იმიტომ რომ სწორედ პირველად როცა იგებს მშობელი, როგორ მიაწოდებ მას ინფორმაციას, ანუ იქ ყველა პოზიტიურად აწვდის და მის მომავალ პერსპექტივაზე ესაუბრებიან, რომ არ ხარ მარტო, რომ სახელმწიფო შენს გვერდით არის, რომ ეს გვაქვს, ამას მოვაგვარებ, შეიძლება სირთულე კონდეს ამაში, მაგრამ არ ინერვიულო შენთან ვართ და ამას ჩვენ ესე მოვაგვარებთ, ხო? აწვდიან ყველანაირ ინფორმაციას და ბავშვის გაწერა თუ ხდება სამშობიაროდან, მერე ემსახურება სპეციალური მანქანა, ანუ სამედიცინო მანქანები, რომლებსაც გადაყავთ, გადმოყავთ, ანუ გულის კვლევა საჭირო, ყურის, თვალის თუ სხვა ნებისმიერი რამ, ანუ მშობელი არც კი წუხდება ისე დაყავთ ეს ბავშვი მშობელთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, იქ სოციალური მუშაკიც მოდის, მშობელს ელაპარაკება, ფსიქოლოგი ერთვება, მშობლების ხარდაჭერა ხდება და ეს ადრეული ჩარევის პროგრამა სულ სხვანაირად მუშაობს, ანუ პირველ რიგში მშობლის მხარდაჭერაზე მუშაობს, რომ მარტო არ ხარ და შენ მინდა არ მინდაზე არ არის, ანუ გეუბნება რომ ვალდებული ხარ ბავშვი ჩართო ამაში და მე ამაში გეხმარები. სკოლა და ბაღზე უკვე რა თქმა უნდა საუბარიც აღარ არის, ყველაფერი ადაპტირებული ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკურად, ისე შინაარსობრივად. ანუ ფიზიკურ მისაწვდომობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, ანუ ბავშვი რო ეტლით შევიდეს, ანუ სინათლო ბავშვი შევიდეს და რაღაცას არ დაეჯახოს, ანუ გამორიცხულია, ხო, იმდენად ადაპტირებულია გარემო ბაღებში და სკოლებში. განმავითარებელი რესურსები აქვთ, პედაგოგებს ცოდნა აქვთ. ჩვენ ამას ვეძახით უნივერსალურ დიზაინს არქიტექტურაშიც და განათლების სისტემაში, როდესაც ყველა ბავშვი თანაბრად არის ჩართული, სათამაშო პროცესი იქნება ეს საგანმანათლებლო და ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია გარემო და ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი და ის ქვეყნები, ან მაგალითად პარიზი რო ავიღოთ, ხო, ნაკლებად ადაპტირებულია, ვიცით, მისი ისტორიული შენობების და იერსახის გამო, მათ შორის მეტრო და ამიტომ ყველა ავტობუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უფასოა, მათ შორის ტურისტებისთვის და ასევე ადგილობრივი მოქალაქეებს გამოყოფილი არის მანქანები, რომლებიც გამოიძახებენ და ემსახურებიან, იმიტომ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ უზრუნველყოფს კარგად, ანუ მეტროს ხო, თორე ავტობუსი არის ადაპტირებული. ამით აკომპენსირებს, რომ მე შენ ამას თუ ვერ გიკეთებ, ამას ვაკეთებ სანაცვლოდ, ხო? და ჩვენთან რავი კომპენსაცია კი არა, მართლა ეხა იგივე ჯუშენზე გუშინ იყო ფაქტი, რომ მშობელმა გონება დაკარგა ბავშვის თანდასწრებით და ანუ ისეთ სირთულეებს გავდივართ ეხა მაკუნაც
რა ვიცი, ყვებოდა ხო თავის გამოცდილებას. გამოცდილებას. მათი მიდის იმაში პროპაგანდაში, რომ ებრძოლო პროპაგანდას, იმის მაგალითად რომ სისტემა გეხმარებოდეს ფსიქოლოგიურ ხარდაჭერას ვინმე გიწევს. რომ იქ ისეთი სიგიჟე კომენტარები დაწერონ ამ ყველაფრის ქვეშ, რომ სრულიად ხელი ჩაგაქნევინონ საზოგადოებას და განწყობა დანერგონ და აი აქეთ მიდის მთელი რესურსი ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებთან გავიდნენ და დაელაპარაკონ და პასუხი გასცემენ. ევროკავშირში ადამიანი არის მთავარი და მარტო არტოვებს სისტემა. და ფსიქოემოციური მხარდაჭერა, რა ვიცი, ყველანაირი უზრუნველყოფილი აქვს და ჩვენ არანაირი. აი ბრძოლა რო გიწევს, ხო, კიდევ აი დამატებით რო გიწევს, რომ ბრძოლით მიაღწიო წამალს უკვე ეს უკვე როგორი ის არის ხო რაღაცნაირად რანაირი პრეცედენტია ძალიან ტრაგიკული ბრძოლით მოვიპოვეთ საბავშვოები განათლება წამალი ანუ წარმოუდგენელია სიმართლე გითხრათ აი ერთი ორჯერ დამისვა უკვე პეტრემ ეს შეკითხვა და ძალიან ცუდად მენიშნა შეიძლება რამე მოხდეს. ან იმდენად ბავშვს აქვს ეთყობა ეს, ნუ ყველაფრის შემსწრეა, ხო, რაღაცნაირად მის თვალწინ მოხდა. იმდენად გამოსცადა ის, რომ ეს მოთხოვნის და ბრძოლის და დაპირისპირებების შემდეგ მიაღწია ამას, რომ იმასთან ერთად რომ გამარჯვების განცდაც აქვს, ამასთან ერთად აქვს რაღაც არასტაბილურობის და შიშის განცდა რა და შეიძლება ეს თან აი ხო ხედავს რომ იქ რაღაც რუსულ კანონზე იყო კიდე ძალიან დიდი პროტესტი და აქციები და ეს არეულობა და არასტაბილურობა და ერთი ორჯერ მკითხა უკვე ამ პერიოდში რომ შეიძლება მოხდეს რამე და ეს წამალი აღარ ხო აი რაღაც აი ეს არის ზუსტად აი გარემო მეტყობა არასტაბილურმა და მუდმივ ვიტყოდი რომ პეტრე ძალიან სწორად გრძნობს იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად მიადევნე თვალი ამ პროპაგანდას ისიც მოაყოლეს რომ აი აქონდროპლაზიაზე შევწე ეს არ მithქვავს პეტრესთვის და არ იცის მაგრამ მიუხედავად მაგისა მაინც არასტაბილურობის განცდა და ну რეალურად ბუნებრივია ეხლა როდესაც აი ამ ჭიდილში და აი ამ ღამეების თენებაში და აი ამ ყველაფრის მერე მიიღო მედიკამენტი ალბათ ბუნებრივია რომ ეხაც ეშინოდეს თან არ დასტაბილურებულა ხო გარემო და ძალიან რთულია ხო კი პროპაგანდა მეგეც გააჟღერა არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა გული წყდება ხო იჩქარესო და აქონდროპლაზიის შემთხვევაშიც იჩქარესო სინამდვილეში ამის საფუძველს არაფერი აბსოლუტურად არაფერი აგერ იაშვილის ამბულატორიული განყოფილების თავმჯდომარემაც დაწერა ექიმმა პედიატრმა ეკა კანდელაკმა რომ სრული სიცრუე ანუ გვაქვს კარგი და ძალიან კარგი შედეგები რეალურად არაფერზე დაყრდნობით არ არის ეგ ნათქვა მიემსახურება ალბათ არ ვიცი რაღაც თითისქნება შეიძლება იყოს რომ ადამიანებს უბრალოდ უგიჩგებენ წასასვლელად ამ ქვეყნიდან იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ მოცემულობით თუ არა გარანტია სახელმწიფოს მხრიდან რომ რაღაცნაირად უზრუნველყოფილი იქნება შენი ბავშვი აქ იძულებული ხარ მაგაზეც პრობლემები გვექნება ნახე ძალიან ბევრი მშობელი რომელმაც გადაწყვიტა ემიგრაცია თავიანთ შვილების გადასარჩენად გვიკავშირდებიან ჩვენს სხვა ორგანიზაციებსაც ბევრი მსმენია ეგეთი кейსი რომ იქ დეპორტის პირას დგებიან იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფო ეუბნება რომ ყველანაირ სერვისს ვაწვდი ჯიუტად ამტკიცებენ რომ თურმე ყველაფერი გვაქვს და მე ის ქვეყანა დაუნება რომ შენი ქვეყანა თუ ყველაფერს იკეთებს აქ ამისთვის რატო რჩები? იმიტომ რომ ვართ ასოცირების ხელშეკრულების წევრები კონვენციებზე მიერთებული და თან სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც არაფერში არ გამოიხატება. და ეს ანგარიშებშიც უტყუილები წერენ. მშობლები რო ითხოვენ, ერთ-ერთი მედიკამენტი, 4 მედიკამენტია და ეს უკვე მულტიდისციპლინარულად ჯგუფმა უნდა დაკვირვების ნიადაგზე განსაზღვროს, როგორ გადაანაწილოს. ერთ-ერთი მედიკამენტი ავტორიზებულიც არის ჩვენ სახელმწიფოში. და არ არის გამორიცხული, რომ ამით სპეკულირებაც მიდიოდეს, რომ თითქოს რაღაც ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის და შემდეგ პრობლემები შეექმნათ მაგის გამოც საზღვარგარეთ ამ ბავშვებს. მაგრამ ნუ აი ფაქტი აი ის არის, რომ ამერიკაში არ ვიცი ეს ისტორია იცით თუ არა, ძმები არიან, უფროსი ძმა არის ამერიკის მოქალაქე და უმცროსი ძმა დუშენის დაავადებით საქართველოს მოქალაქე და უფროსი მიუხედავად იმისა, რომ უფრო ასაკით უსწრებს თავის ძმას,
ბევრად უფრო კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ამერიკაში მკურნალობენ აი ამ მედიკამენტებით ზუსტად და არა მხოლოდ იქ ბევრი რაღაცას მოიცავს, რა თქმა უნდა. ვიდრე მისი უმცროსი ძმა ჩვენთანაც აქ მარტო მედიკამენტზე არ არის ხო თქვენი შემთხვევაც ხო ეგ არის მულტიგუნცახსენეფიქ თერაპიები და ემატა რაც მანამდე არ იყო პრევენციული ზონები ამაზე ლაპარაკი რომ მარტო მედიკამენტი არ არის რომ გადაყლაპე და კარგად ხარ იქ სხვადასხვა ტიპის მიდგომებია საჭირო ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის მეთვალყურეობა და მათ შორის ფიზიკური თერაპიები იშვიათ დაავადებებთან მიმართება სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული, თვლადი და საჯარო ის უნდა იყოს ასახული ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც სამიზნედ აიღებს თვლად პარამეტრებს, რომელიც შესრულების შესახებაც პერიოდულად მიიღებს საზოგადოება ინფორმაციას, ამისი ბევრი მექანიზმი არსებობს, პარტნიორების დახმარებითაც შეიძლება შექმნა გარკვეული დოკუმენტი საქართველოს არსებობს, თუმცა ის მიღების შემდეგ აღარავის წაუკითხავს და თაროზეა შემოდებული. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული ამ ეროვნული სტრატეგიის მიმართულებით, უნდა ემსახურებოდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის, მეტი რაოდენობის დიაგნოზის მქონე ადამიანების მოცვას, ეს უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და ყველა მოქმედება უნდა იყოს დაფუძნებული ციფრებს და ყველა შედეგი უნდა იყოს გაზომილი შესაბამისი პარამეტრებით. იშვიათი დაავადებების მართვისთვის შემუშავებულ სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულ უნდა იქნას წამალზე ხელმისაწვდომობა. წამალზე, რომელიც ასევე იშვიათია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ის ხელმისაწვდომი ხდება. მათ შორის იშვიათი დაავადებებისთვის შესაბამისად გამარტივებული უნდა იყოს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობა კონკრეტულ მედიკამენტებზე. ამ ნაწილში აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იყოს, რომ არ გვაქვს სხვა ალტერნატივები დაავადების სიმძიმე და სიცოცხლის ხანგრძლივობა. ყოველ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სამი კომპონენტი იქნას გათვალისწინებული. და ამ შემთხვევაში შესაძლოა გქონდეს არა კლასიკური შესყიდვა მედიკამენტების ხარჯთეფექტურობის გათვალისწინებით, არამედ ჩემს მიერ ჩამოთვლილი იმ სამი კომპონენტის გათვალისწინებით და შესაბამისად ეს იყოს მთავარი გამსაზღვრელი კონკრეტული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისა. იშვიათ დაავადებებთან რაღაცა ქართული სტრატეგიის, უნიკალური სტრატეგიის და ასეთი მოდელის შექმნა იქნება რთული, ჩვენ უნდა ავიღოთ საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ ის კომპონენტები, რაც საჭიროა სწორი სტრატეგიისთვის, ეს არის პირველ რიგში სისტემური და პროფესიული მიდგომა, ეს იქნება რეესტრის შექმნა თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ჭირდება, ეს არის გაძლიერება მშობელთა კომპონენტის, საზოგადოებრივი კომპონენტის, ინფორმირებულობა, მათი ჩართულობა და სწორი ბიუჯეტირება, ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორად გამოყოფა და განაწილება. იშვიათი დაავადებების პრიორიტეტად ქცევა, ნება არ არის ეს რაღაცა თანხებით სპეკულირებასაც არ მიუყვები, იმიტომ რომ თლიანად ნებაზე და მონდომებაზე და მუშაობაზეა დამოკიდებული და პირიქით ისეთი ხელშემწყობი არის ცივილიზებული სამყარო, თანამედროვე მეცნიერება ბევრ შემთხვევებში საერთოდ არაფერი არ დაგიჯდება კი არა, აქეთ დაგაფინანსებენ და მხარს დაგიჭერენ და აი როგორც ჩაერთვები ამ პროცესში. თავი არის ნება პრიორიტეტად დაყენება, მონდომება და მუშაობა. და თანხები არ არის აქ პრობლემა რა, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპრიორიტეტება. მე პირადად ეგეთი შთაბეჭდილება შემექნა, ხა 20 მშობელი ითხოვს თავისი შვილისთვის მედიკამენტს და აქციებამდე ისეთ იგნორი იყო მათი მხრიდან და გულგრილობა, რომ საბოლოო ჯამში ეგ დასკვნა გამოვიტანე, რომ რადგან ცოტანი ვართ, ალბათ მაგიტომაც შეუძლიათ აი ესე მარტივად დააიგნორონ ჩვენი საჭიროებები და აი ეს უნდა შეიცვალოს რა, შიშზე არ უნდა იყოს დაფუძნებული მათ სახელმწიფოს და პოლიტიკოსების ქმედება, არამედ ზრუნვაზე. ეხლა ბევრნი არიან და ხმაური, ამათი ხმაური არ მაწყობს, იმიტომ რომ ბევრნი არიან და ამიტომ დავფაცურდები კი არა. ყველას თანაბრად უნდა იყოს მზრუნველობით უნდა იყოს განპირობებული და პასუხისმგებლობით უნდა იყოს. პასუხისმგებლობა რო არის მოშლილი და მხოლოდ იმაზე
დიუშანის მქონე ბავშვების მშობლებიც გვიზიარებდნენ, რომ არც ჩვენ დაგვიწყიაო ესე ქუჩით და ესე ხმაურით, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდით, ანუ პატარა ხმას ამოვიღებდით თუ არა საჯაროდ, ეს ეგრევე მოდიოდა იმათგან ყურადღება. ანუ აი ეს რამას რატომ აჩვენ მოქალაქეს, რომ მე უნდა საკუთარი უფლებების მე უნდა შეგაშინო, რომ შენგან ყურადღება მივიღო. სხვანაირად პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვს. აი ეს უნდა იყოს შეცვლილი, დამოკიდებულება უნდა იყოს. ანუ ბავშვს რო აიგნორებ პირობითად უფროსი ხო, თუნდაც ჩობელიან მასწავლებელი, რას აკეთებს ბავშვი, იწყებს ხმაურს, რომ მიიქციოს ყურადღება, ხო? იგივე შედეგი არის აქაც, ხო? ანუ მაიძულებ რომ ვიხმაურო, იმიტომ რომ თანამშრომლობაზე არ მომყვები, მოსმენა არ გინდა, შენი პასუხისმგებლობის შესრულება არ გინდა. კი, და ყალიბდება ეს ტოქსიკური ჯაჭვი, რომ მე ანუ მოქალაქე და ეს სახელმწიფო გამოდის, რომ შენ ხარ შენ საკუთარ სახელმწიფოს დაპირის გაიძულებს, რომ გაიძულებს, სხვა გზა არ და ამიტომ ისიც იცადე ეს გაიძულებს და მე კიდე რაღაცებს მოგაბავს, რომ მართული ხარ, როგორ ხარ მართული, როცა შვილი სიცოცხლისთვის იბრძვი, ანუ ამას სისტემური პირველი სისტემური ცვლილებებიდან თქვათ რა შეიძლება რომ გააკეთონ. ანუ რა შეიძლება რომ გააკეთონ? იმ არსებული კონვენციებით, იმ არსებული ვალდებულებებით, იმ ბიუჯეტით გავყვები, რომ რა თქმა უნდა დაპრიორიტეტება და თან დაპრიორიტეტებულია, იმიტომ რომ კონვენცია კონსტიტუციის მერე არის მეორე რანგით დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ეს საკითხი დავაპრიორიტეტე უკვე 2014-ში და 12 წელი გავიდა, ხო? შეასრულოს თავისი დაპრიორიტეტებული საკითხები და კონვენცია იწყება შემდეგი ჩანაწერით, რომ არაფერი ჩემ შესახებ, ჩემ გარეშე და ზუსტად ეს უნდა დაიმახსოვრონ და სულ თავში ატრიალონ, რომ მე როდესაც გეგმავ პოლიტიკას ადამიანის შესახებ, პირველ რიგში მას უნდა ვკითხო, როგორი უნდა იყოს ეს. მე თუ ვგეგმავ უსინათლოსთვის ბილიკის მოწყობას, უნდა მოვიყვანო უსინათლოები და ჩავრთო. თუ ვაკეთებ ადაპტირებას და პანდუსებს, ეტლით მოსარგებლე ადამიანი აუცილებლად მომყავდეს, ასევე ხელჯოხს ვინც იყენებს, რომ ყველა ადამიანს მოვარგო, ხო? მე თუ ვგეგმავ დიუშენისთვის რაღაც პროგრამას, რომელიც მის ჯანმრთელობის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს და პლუს მედიკამენტებს ვამატებ, ამ ადამიანებს უნდა ვკითხო, ხო? მე თუ დაუნის სინდრომისთვის ვაკეთებ რაღაცას, უნდა ვკითხო დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს და მათ უნდა ჩართო. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ კონვენციამ გააკეთა ეს, რომ ჩართულობის მექანიზმები გააჩინა სისტემაში, მაგრამ სამწუხაროდ ფურცლებზე დარჩა. მაშინაც გვიწევდა ამ შეხვედრებზე ბრძოლა, ომი, დაპირისპირება, რაღაცას თუ იტყოდი, რომ ასე კი ასე უნდა გაკეთდეს, პირად მტრად აღიქვავდნენ და ეს, ანუ ესე როგორ შეიძლება, ხო? ანუ თანამშრომლობა უნდა იყოს ჯანსაღი და ურთიერთპატივისცემაზე აგებული და ნაცვლად იმისა, რომ ისინი გაძლიერებდნენ და შენ საჭიროებებს პასუხობდნენ, გვაქვს როგორი რეალობა. დიუშენის მქონე 21 წლის ბიჭი ამბობდა, რამდენი ხანია აქვს მოთხოვნილი კალაძესთვის, თბილისის მერიისთვის. სადარბაზო, რომ შეძლოს სახლიდან ჩამოსვლა. გარეთ გამოსვლა, ადაპტირებული ჩამოსვლა. 5 წელია გარეთ არ გავსულა. აი ესეც ხო რაღაცასთან არ არის დაკავშირებული. ესეც იმ პოლიტიკის ნაწილია, რაც არჯვალაძემ თქვა უბრალოდ ბოდიში რომ შემოგეჭერი, რომ 3 წლით გადავადება უნდა თუ ეტლის გამოყენებისო. იგივე არის ალბათ, ანუ როგორი ცუდი ნათქვამია, ხო? ანუ ასკა გადავადება და ალბათ თბილისის მერიაც ფიქრობს, რომ რატო დავხარჯო ადაპტირებაზე ფული, როცა ადამიანი მაინც უნდა გარდაიცვალოს. ან ჩვენ შემთხვევაში 2-3 სანტიმეტრი ყველაზე ცუდი მიდგომა. ანუ პრიორიტეტები ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულად არის სახელმწიფოს იმაში. მაგალითად, ხო შესაძლებელია, რომ არ გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული smart ნაგვის ურნები, რომელიც გვიჭდება ალბათ საოცარი ფასი, რამოდენიმე რომელსაც ვერც იყენებენ და დახარისხებაც არ ხდება და რომც დაახარისხო პანდუსების მომზადება თუ კი იგივე მიმართულებით. და რამდენი არ ვიცით, ეხა ეს რაღაცნაირად გახმაურდა და გავიგეთ ამ ბიჭის ისტორია. რამდენი მსგავსი უამრავი ადამიანი არის შინ, რომელიც არ ვიცით, არ ვიცნობთ.
და სხვა შორის მიხარია ეს ტენდენცია რომ წამოვიდა იგივე ამ ახალგაზრდებს ხო ვერასდროს ვერ გავიცნობდით იმ 21 წლის ბიჭს და რა კარგია რომ გავიცანით ხო როგორი კარგი ადამიანები არიან შინაპატიმრობაში ხო რომელთაც არ ვიცნობთ რამხელა წვლილი შეიძლება იმათ საზოგადოებაში შემოიტანონ და რამდენ რამეს ვართ მოკლებული რომ ისინი არ არიან ჩვენი საზოგადოების წევრები და ამან ყველაფერმა მოიტანა ეს და ძალიან კარგი იქნება ეს თუ იქნება ესე მზარდი და გადამდები და ის კი არა რომ გაგვაჩუმონ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს და გამოჩნდეს რაც პირიქით უნდა ყოფილიყო რაც ზემოდან ქვემოთ უნდა ყოფილიყო და არ მოხდა ქვემოდან ზემოთ მაინც მოხდეს და საზოგადოება იზრდება ამ პროცესებში ყველა მშობელს ხო არა აქვს იმის ძალა რომ იპოვოს საკუთარ თავში რომ საკუთარი თავიც აიყვანოს ხელში შშმ პირზეც იზრუნოს და კიდე საზოგადოებაც გაზარდოს ამის რესურსი ყველა მშობელს ვერ ექნება, ამიტომ უნდა იყოს ზემოდან ვისაც გვაქვს მე პირადად სუსინდისის კენჯნა მაქვს საკუთარ შვილთან, იმიტომ რომ მას ვაკლებთ დროს რომ სხვებზე ვიზრუნო და ისიც მე ჩაგრება ხშირ შემთხვევაში რაღაცეებში ვერ ვარ მის გვერდით სადაც უნდა ვიყო და სულ მაწუხებს ეს და თვითონაც სულ დარდობს. იმიტომ დიდი პასუხისმგებლობაა. ხო, დიდი პასუხისმგებლობაა და ანუ რაღაც დიდ სურათს შევეჭიდე და ამ დროს ზოგჯერ ჩემი შვილის გვერდით როცა მავსჭირდები შეიძლება არ ვიყო, იმიტომ რომ აქ სურათთან მიწევს ბრძოლა და გამკლავება. არ არის მარტივი გზა. ძალიან რთული გზაა და იზოლებულები ვართ ამ გზაზე ვიაროთ. ჩვენ პროფესიებზე, მე პირადად ჩვენ პროფესიაზე, რომელიც ძალიან მიყვარს, უარის თქვა მომიწია და მთლიანად ამ სფეროში წამოვედი, იმიტომ რომ ჩემი შვილის უფლებები და სხვაების უფლებები დამეცვა, ხო? და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ესეთ შოვლებს გვერდზე იყენებდეს და იყენებდეს ამ რესურსს, რომლებიც უფასოდ ემსახურებით ოღონდაც რაღაცა გაუმჯობესოს, პირიქით, ხელს გვიშლის კი არა, პირიქით, არ ვიცი, ზეწოლას ახდენს ფსიქოემოციურს, რომ ჩაგვიკლას ეს სურვილები, გამოკეტოს სახლში, შევიკეტოთ და დავირცხვინოთ თავები ჩვენ შვილების ყოფნით და არ გამოვყოთ გარეთ. ალბათ ეს უნდათ და ვერ მიიღებენ და ყველა პოლიტიკოს ეგ უნდა უთხრა, რომ მორჩა 21 საუკუნეა და ჩვენ ვერავინ ვერ გადაგმალავს და კარგად აიმახსოვროს ეს ყველა პოლიტიკოსმა, რომ როცა რაღაცას გეგმავ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იშვიათი დაავადების მქონე ადამიანები არიან ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და იგივე უფლებებიც სარგებლობენ და ყველა პოლიტიკურ პროცესში და ყველა პროგრამაში უნდა გაითვალისწინო, ჩართო, დაგეგმო. თორე ისე ამოგიფეთქდება რაღაცაები და ყველას ცუდად მოუბრუნდება აუცილებლად. ამათაც და სხვებსაც, ვინც ამას არ გაითვალისწინებენ.